მოგესალმებით საფრანგეთიდან, პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც იგეგმება ამ საღამოს საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღება, კენჭისყრა გაიმართება ამ საღამოს და ამას მე დავესწრები. მაგრამ არ შეიძლება რომ დღევანდელ დღეს მე არ შევეხმიანო ახალ პატრიარქის არჩევანს, მიულოცო ეს არჩევანი და გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და ერთობის კონსოლიდაცია, საზოგადოების ერთობის. ამისათვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი, ის რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმითი, რომ შეიწყალოს ყველა ის სინდისის პატიმრები და ჩვენ ამითი შეიძლება ახალი ფურცელი დავიწყოთ.